კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ცხელი ხაზი ამოქმედა. ბრიფინგი უწყებაში დღეს დილით გაიმართა. თემას პირდაპირ ეთერში ახლა ნათია ლომაძე განაგზობს. ნათია, პირდაპირ ეთერში ხარ. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განმარტავენ, ცხელი ხაზის ამოქმედება ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე უკანონო მშენებლობებისა და სხვა მსგავსი ტიპის პროცესების გაკონტროლებას. მირანა ჩარკვიანის განცხადებით, დარღვევებზე რეაგირება დაუყოვნებლივ მოხდება. უწყებაში 2012 წლიდან კონტროლის ჯგუფი მოქმედებს. 4 წევრიანი ჯგუფი კვირაში ორჯერ გეგმიურ მონიტორინგს ახორციელებს. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე ითქვა, მოქალაქეთა ჩართულობა და ცხელი ხაზის ამოქმედება კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ამ კუთხით მუშაობას. ჩვენ განვაახლეთ კონტროლის ჯგუფი, უფრო მკაცრი გავხადეთ მისი საქმიანობა, ანუ კვირაში ორჯერ კონტროლის ჯგუფი გეგმიურ მონიტორინგს ატარებს და გარდა ამისა დაუყოვნებლივ რეაგირებს ყველა შეტყობინებაზე, რომელიც შესაძლოა სხვადასხვა გზებით მივიღოთ. ხვალიდან უკვე ამუშავდება ცხელი ხაზის ნომერი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მცად იქნება, რომ მიიღოს შეტყობინებები და 24 საათიან რეჟიმში მოახდინოს რეაგირება შეტყობინებებზე. მე მინდა გამოვაცხადო ახლა ტელეფონის ნომრები, ეს არის ქალაქის ნომერი, რომელიც სამუშაო საათებშია ჩართული 22 და მობილურის ნომერი 577 299989. სხვა შემთხვევები 2013 და 2014 წლის განმავლობაში ჩვენ ყავს დაჯარიმებული, მაგრამ ეს ჯარიმები არ ყოფილა მასიურად, იმიტომ რომ დელეგირების უფლება ჯარიმების ჩვენ მივიღეთ 2013 წლიდან. შესაბამისად ფიზიკური პირი დაჯარიმდა დღემდე მხოლოდ 3 სამუშაოების წარმოების პროცესში ჩვენ ვალდებული ვართ შევაჩეროთ სამუშაოები და არ გულისხმობს ავტომატურად ჯარიმის გამოწერას. თუ კი ის განაგრძავს სამუშაოებს უნებართვოდ, მაშინ ხდება ფიზიკური პირის 5000 ლარი დაჯარიმება, იურიდიული პირის 10000 ლარი დაჯარიმება. აჭარის მასშტაბით დაახლოებით 300-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათი მოვლის პროცესში მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ჩართულობა და ზოგადად კომუნიკაციის გააქტიურება. მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ცხელი ხაზის ნომერზე 22 4602, ხოლო ხვალდენ ამოქმედება კიდევ ერთი ნომერი, ეს არის 577 29 99, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.